Bluey არის show, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ყველა სათამაშო, რომელიც თაროზე დარჩა, ყველა სტიკერი კედელზე, ყველა პერსონაჟი, რომელიც კადრში გაიარა. ასე რომ, როდესაც პერსონაჟი უბრალოდ აღარ ჩნდება, ფანები ამას ამჩნევენ. და დღეს ვსაუბრობთ ყველა იმ სახეზე, რომელიც დადუმდა. ისინი ვინც შოუმ გაგაცნო, შეგაყვარა და შემდეგ აღარასდროს დააბრუნა. ჟან-ლუკ, მოდი დავიწყოთ იმით, რომელიც მართლა გულს გვდგენს. Bluey და ჟან-ლუკი ერთმანეთს ბანაკში დასვენებისას შეხვდნენ და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მეგობრობა ჩამოყალიბდა, რაც კი შოუში გვინახავს. პრობლემა კი ის იყო, რომ ისინი ერთმანეთს ვერ ესმოდნენ. ის ფრანგულად ლაპარაკობდა, ის კი ინგლისურად, მაგრამ ეს არ შეუშლია ხელი მათ თამაშში, გარემოს შესწავლაში და ბოლოს ერთად ხის დარგვაში. სიტყვები საჭირო არ იყო. ეპიზოდის ბოლოს შოუ წინ გადადის და გვაჩვენებს მათ მოზარდობაში, როცა ისევ იმ ხის ქვეშ ხვდებიან ერთმანეთს. და ეპიზოდში ბინგო, თუ ფონზე კედელს დააკვირდებით, ვირდებით, ნახავთ ნახატს, რომელიც ბლუიმ თავის და ჟან-ლუკის გამოსახულებით დახატა და რომელიც შემდეგ სეზონებშიც კიდია იქ. ის არასდროს დავიწყებია. საკითხავია, მისცემს თუ არა შოუ მათ კიდევ ერთხელ შეხვედრის შესაძლებლობას. ვინი შოკოლადისფერი ლაბრადორია, რომელიც ბლუიმ ეპიზოდში კაფე გაიცნო, სადაც ეს ორი გოგონა მაშინვე დამეგობრდა სათამაშო მოედანზე თამაშის დროს. ეპიზოდის ბოლოს ბენდიტმა ვინის მამა ფიდოსთან დამეგობრება მოახერხა და ისინი საუზმეზე მიიწვია. და აი აქ ხდება უცნაური რამ. ფიდო მართლაც დაბრუნდა. ეპიზოდში პერფექტი, ის და ბენდიტი საუბრობენ როგორც ორი ადამიანი, რომლებიც მეგობრებად დარჩნენ. მამების მეგობრობა გადარჩა, რაც ნიშნავს, რომ ვინი სადღაც იქ არის. მაგრამ ის აღარასდროს გამოჩენილა. არც ერთხელ. ბენდიტმა მაშ, რატომ არ მოსულა ვინი იმ საუზმეზე, რომელზეც მოსლას დაფირდა? Closed-მა. Chloe Bluey's ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია. ის რამდენიმე ეპიზოდში გამოჩენილა. მას საკუთარი სიუჟეტი აქვს ეპიზოდში, ოქტოპოპუსი და მისი ოჯახი ბლუის სამყაროს მყარად დამკვიდრებულ ნაწილად ჩანს. ამიტომ მისი პატარა ძმის შემთხვევის ახსნა კიდევ უფრო რთული ხდება. ის გამოჩნდა ეპიზოდებში ჯადოსნური ქსილოფონი და ვაგონით გასით გასეირნება, როგორც ახალშობილი, რომელსაც ეტლში მიაქანებდნენ. სულ 2 ეპიზოდში. შემდეგ კი აღარაფერი, თითქოს ის საერთოდ არ არსებობდა. აი რაც ამ ყველაფერს ასე უცნაურს ხდის. ქლოი ისევ და ისევ ჩნდება, მისი დედაც ჩნდება. ოჯახი აშკარად ისევ შოუს ნაწილია, მაგრამ პატარა ძმა გაქრა, მაშინ როცა მთელი სერიალი მის გარშემო წინ მიიწევდა. ამ დროისთვის შოუს ქრონოლოგიით ის ბავშვი უკვე პატარა უნდა იყოს. შეიძლება საბავშვო ბაღის ასაკშიც კი. მთელი ოჯახი იქვეა. აბა, სად არის ის? ჩილის დედა ბევრად ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ბლუი და ბინგო დაიბადებოდნენ, რაც ნიშნავს, რომ გოგონებს არასდროს უნახავთ დედის მხრიდან ბებია. და მაინც ის ყველგანაა. მისი ორი ფოტოჰკიდია ჰილერების ოჯახის დერეფანში. ეცე ის მორთთან, ბრენდისა და ჩილთან ერთადაა გამოსახული. მეორეზე კი მარტო ზის ცხენზე. მის შესახებ ცოტა მეტი გავიგეთ სერიაში დრაკონი. ჩილის მოგონებაში ის თბილ და მხარდამჭერ დედად არის ნაჩვენები, რომელიც პატარა ჩილის ეუბნება, რომ ხატვა გააგრძელოს, მაშინაც კი როცა მისი ცხენები სწორად არ გამოიყურებიან. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მასზე რამე მოვისმინეთ. ერთი მოგონება, ერთი სერია. და შემდეგ ისევ ქრება, ისევ კედელზე ჩამოკიდებულ ფოტოდ რჩება. ასე რომ კითხვა ასეთია. როდის ვიხილავთ ფლეშბექის ეპიზოდს მის შესახებ? ახლა კი ინდის მამასა და პატარა დაზე გადავიდეთ. მოდით ვისაუბროთ ორ პერსონაჟზე, რომლებიც ტექნიკურად არსებობენ, მაგრამ არასდროს გამოჩენილან. ინდი ბლუის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია. ჩვენ საკმაოდ ხშირად გვინახავს ინდის დედა, მაგრამ ინდის ყავს პატარა და, რომელიც ნაადრევად დაიბადა და არც ეს და არც ინდის მამა არასდროს გამოჩენილან ეკრანზე. და ამ ყველაფერში უცნაური ის არის, რომ სერიაში ოჯახური შეხვედრა ბლუიმ ახსენა, რომ ჰილერები ინდის სახლში ვახშმად მივიდნენ, რაც მიუთითებს, რომ ორივე ოჯახი საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან. ასე რომ სერიალისთვის, რომელიც ასე დიდ ყურადღებას აქცევს ოჯახურ დინამიკას, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოტოვებაა. ნაადრევად დაბადებული ბავშვის ყოლა ისეთი გამოცდილებაა, რომელიც მთელ ოჯახს ცვლის. ის ფაქტი, რომ სერიალმა ეს ახსენა და შემდეგ აღარ განიხილა, დაუმთავრებელ საქმეს გავს. მია და კაპიტანი. ზოგი პერსონაჟი ჩუმად ქრება, სხვა პერსონაჟები მაშინ ქრებიან, როცა მათი ისტორია მხოლოდ იწყებოდა. მია და კაპიტანი სწორედ ამ მეორე ჯგუფში შედიან. ისინი გამოჩნდნენ ეპიზოდში პარკის ნავები, სადაც ბლუიმ და მაკენზიმ პირველად გაიგეს, როგორია რომანტიკული გრძნობები ორ ადამიანს შორის. კაპიტანი და მია ერთმანეთს მოსწონდათ, მარტივად და პირდაპირ. და მთელი ეპიზოდი სწორედ ამისკენ მიდიოდა. შემდეგ ეპიზოდი დასრულდა და ფაქტობრივად ეს იყო ყველაფერი. ისინი გამოჩნდნენ ფონად კარუ სცენაში, ეპიზოდში კარი კუესტი, მაგრამ ისინი აღარასდროს გამხდარან ისტორიის მთავარი ფოკუსი. შოუმ შემოიტანა მთელი ემოციური ხაზი და შემდეგ დაუმთავრებელი დატოვა. იმედია მეოთხე სეზონი ამ თემას კვლავ დაუბრუნდება, რადგან ამ ორს ნამდვილად ეკუთვნის ღირსეული დასასრული. ვინტონის დედა. ვინტონი დედასთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ხშირად სტუმრობს მამასაც. მიუხედავად ამისა, დედამისი არასდროს გამოჩენილა შოუში ან სხვა ბლუის მედიაში. როცა ამაზე დაფიქრდები, ეს მართლაც გასაოცარია. ის არის მშობელი, ვისთანაც სინამდვილეში ცხოვრობს, მაგრამ სრულიად უხილავია.
მესამე სეზონის ბოლოს ვინტონი გადავიდა საცხოვრებლად მამასთან და ტერიერის ოჯახთან, რაც ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში საცხოვრებელი მდგომარეობა შეიცვალა. ნეტავ დედამისი წავიდა სხვაგან. ნეტავ გადაწყვიტა, რომ ახალი შერეული ოჯახი უკეთესი იქნებოდა ვინტონისთვის. აქ მთელი ისტორია ამ მშობელზე, რომელმაც ჩუმად გადგა გვერდზე, მაგრამ სერიალს ეს ამბავი ჯერ არ მოუხოლია. ვინტონის დედა შეიძლება იყოს ყველაზე საინტერესო, მაგრამ უხილავი პერსონაჟი მთელ სერიალში. ბოსკო. აი ერთი ისეთი, რომელსაც თითქმის ყველა ივიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. სერიაში ორმაგი ძიძა ბლუი ახსენებს ბოსკოს ფრისკის ყოფილ მეგობარ ბიჭს. ბოსკოს სიყვარული რთულია, მაგრამ აღარ არის ასე. და როგორ ახსენებს მას, ყველაფერს გეუბნება. ის იცნობდა მას. არა უბრალოდ იცნობდა მის არსებობას, არამედ ნამდვილად იცნობდა მას. ფრისკიმ თავისი ნათლული გააცნო მას, რაც ნიშნავს, რომ ურთიერთობა იმდენად სერიოზული იყო, რომ ქორწინება რეალურ შესაძლებლობად მიიჩნეოდა. მაშ, რატომ დაშორდნენ ისინი? მინიშნებები ფრისკის ქცევაშია დამალული. როცა რადი ცდილობს ბრიზბენიდან წაიყვანოს ის, ფრისკი რეალური თვალსაჩინო ბრაზით რეაგირებს. ისეთი ბრაზი, რომელიც უბრალოდ არსაიდან არ ჩნდება. ბევრი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ სწორედ ბოსკო ამის მიზეზი, რომ ის იყო ის ბიჭი, ვინც თხოვა წასვლა და ფრისკი უარი უთხრა და მისი დაგარგვა იყო ის ფასი, რომელიც დარჩენისთვის გადაიხადა. თუ ეს მართალია, მაშინ ფრისკის მიერ რაცთან ერთად იმავე ქალაქში ცხოვრების დაწყება, რომლის დატოვებაზეც უარი თქვა, სრულიად სხვა რამეა. რუსტის მამა მთელი შოუს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კადრს მიღმამყოფი პერსონაჟია. ის ჯარისკაცია, რომელიც სახლიდან შორს მსახურობს და ყველაფერი, რაც რუსტი მიცის დისციპლინაზე, ერთგულებაზე და იმაზე, რას ნიშნავს იყო მამაცი, მამამისისგან ისწავლა. ირონია ისაა, რომ ამ კაცს თითქმის არასდროს ვხედავთ. არმიაში ის მხოლოდ ზურგიდან ჩანს, სახე არასდროს ჩანს. მხოლოდ კრიკეტში უფრო პირად რამეს ვხედავთ. წერილს, რომელიც მან შვილს მისწერა. რაც ამას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ისაა, რომ თავდაპირველად რუსტი უნდა ყოფილიყო შოუს მთავარი პერსონაჟი, სანამ შემქმნელი ჯო ბრამი ყურადღებას ბლუიზე გადაიტანდა. თუ ის ორიგინალური ვერსია განხორციელდებოდა, რუსტის მამა ალბათ ცენტრალური ფიგურა იქნებოდა იმ ვერსიის ბანდიტი. ამის ნაცვლად ის გახდა მშვიდი, ღირსეული პერსონა, რომელიც მთლიანად კადრს მიღმამოქმედებს. შოუმ მას თავისი მომენტი წესიერად არასდროს დაუთმო. ეს დაუმთავრებელ საქმეს გავს. ჰერკულესი მხოლოდ ერთ ეპიზოდში, ცირკში გამოჩნდა, მაგრამ მან შთაბეჭდილება მოახდინა. ის სენ ბენარის ლეკვია, რაც ნიშნავს, რომ უკვე ყველა თავის თანატოლზე დიდია და ეპიზოდი არ ერიდება იმის ჩვენებას, თუ როგორ შეიძლება ეს ძალა არასწორად იქნეს გამოყენებული. ის ვინტონს აქეთ-იქით აქცევს, აიძულებს მას ისეთი რაღაცების გაკეთებას, რაც არ უნდა და ზოგადად მჩაგვრელივით იქცევა, სანამ ბინგო ყველაზე მოულოდნელად არ გააკრიტიკებს მას. ამის შემდეგ რაღაც იცვლება. ბოლოს ჰერკულესი თავის ზომას იყენებს, მაკენზის წელს და ჰაერში ატრიალებს და უცებ ყველაფერი სიხარულით ივსება. ეს ცვლილება, როცა ადამიანი თავის ზომას დაშინებისთვის იყენებს და შემდეგ სიხარულისთვის, დაგრძელებას იმსახურებდა. ამაში სრულფასოვანი პერსონაჟი იკვეთება. რატომ აღარ დაბრუნდა ჰერკულესი? შეიძლება უკვე უფროსია და სხვა კლასშია, შეიძლება გადაცხოვრდა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შოუმ ნამდვილად საინტერესო ბავშვი გვერდზე დატოვა. ორი ჯასპერი. ეს ნამდვილად დამაბნეველია და შეიძლება თავისთაც აიხსნას. ბინგოს სკოლაში ორი მოსწავლეა, სახელად ჯასპერი, ჯასპერ G, დობერმანი და ჯასპერ W, როტვაილერი. ბობ ბილბეში, ლეგვი, რომელიც მისის რიტრივერის კლასის მასკოტთან ერთად ჩანს, ჯასპერად არის მოხსენიებული, მაგრამ რომელი მათგანია? ფანები ამაზე მას შემდეგ დაობენ. მოქმედი თეორია ასეთია. ორი პერსონაჟის ერთნაირი სახელით არსებობამ წარმოებაში საკმარისი დაბნეულობა გამოიწვია, რის გამოც სცენარისტებმა ჩუმად აირჩიეს ერთი, რომ დაეტოვებინათ, ხოლო მეორე ნელ-ნელა გაქრა. რეალურ ცხოვრებაში ორი ბავშვის ერთნაირი სახელით ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია. 7 წუთიან ანიმაციურ ეპიზოდში კი ეს ლოგისტიკური კოშმარია. ერთი ჯასპერი დარჩა, მეორე კი მხოლოდ სკოლიოდ დარჩა. აბა თქვენ რას ფიქრობთ? ესენი უბრალოდ დავიწყებული, მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები არ არიან. ისინი დაუხურავი სიუჟეტური ხაზებია სერიალში, რომელიც თითქმის არასდროს ტოვებს რამეს გადაუჭრელად. და თუ ბლუიმ რამე გვასწავლა, ეს ისაა, რომ ის ყოველთვის საბოლოოდ ბრუნდება და ამთავრებს იმას, რაც დაიწყო.